გამარჯობათ ყველას მოვესალმები, ვინც მე მიყურებს, ვინც მე მისმენს, ყველა ჩემ გამომწერს. მე გადავწყვიტე, ეს არის ჩემი მეორე არხი, პირველი არხი მაქვს მე ჩაწერილი ვიდეოები მან რუსულად მაქვს. და გადავწყვიტე, რომ ამ არხზე, ეხლა სადაც იქნება ეგ ვიდეო, ჩავწერო ყველა ვიდეო ქართულად და დავეხმარო ქართულ ხალხს, ვინც ცხოვრობს საქართველოში და ვინც ლაპარაკობს, ვისაც ესმის ქართული ენა. წინა ვიდეო მე ჩავწერე არტერიული წნევის სწორი კორექცია, როგორ დავაგდოთ, რა წამალი მივიღოთ, რომ წნევა დავაგდოთ, აი ესე ვიტყვი უხეშად. და დღეს ვილაპარაკებ ჩვენ იმაზე, სამწუხაროდ ჰიპოტენზია ახალგაზრდებში ძალიან ხშირად არის, როცა წნევა სწრაფად ვარდება და რა უნდა გავაკეთოთ მაგისთვის, რომ ჯერ ერთი დავარეგულიროთ არტერიული წნევა და რა ზომები უნდა მივიღოთ, მაგრამ პირველ რიგში ვილაპარაკებ მიზეზები, რისგან ხდება ეს. სამწუხაროდ ეგ პრობლემა ახალგაზრდებში ძალიან გახშირდა და როცა მოდიან ხოლმე ჩემთან პაციენტები, ახალგაზრდა გოგოები, ბიჭები სხვადასხვა მიზეზებით, მაგას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. მოდიან და მეკითხებიან, აი ესე, წნევა ხშირად მივარდება, ექიმო დაბალი გემოგლობინი მაქვს, რა გავაკეთო? ჩემი პირველი კითხვა არის, დილით ჭამთ თუ არა? პასუხი ხდება, არა, მე არ ავჭამ, ხშირად საქართველოში ხდება ეს. არა ავჭამ, დილით ჭამა არ მევასება რა. სიგარეტს ვეწევი, ყავასო, მივდივარ სამსახურში, იქ ხან შევჭამ, ხან არა, ესეთი პასუხები ხშირად ხდება. ეხლა რა ხდება? ადამიანმა დღეში უნდა ჭამოს მინიმუმ 3-ჯერ. ეგ მე კი არ მოვიგონე. ეს არის ესეთი დაუწერებელი კანონი, როცა ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს 1800-დან 2000 კალორიამდე. რატო? ამ 2000 კალორიიდან უნდა იყოს ცილა, უნდა იყოს ნახშირწყალი, უნდა იყოს გლიკოზა, ფრუქტოზა და 1000 ვიტამინი, რომელიც ჩვენ ორგანიზმს ესაჭიროება. როცა ჩვენ მაგას არ ვღებულობთ და კალორიების რაოდენობა არის 1200-მდე, 1300-მდე, ზოგი 800-ს არ ღებულობს, აი ესეთი ახალგაზრდები, გოგოები და ბიჭები, რომელსაც ჭამა არ უყვართ, განხტრები არიან და რაღაცნაირად მაგას არ აქცევენ ყურადღებას. ან შეიძლება მოშივდეს, ერთი შაურმა შეჭამოს და საკმარისი იყოს მაგისთვის. ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს კალორიის ნაკლებობა, ცილების ნაკლებობა და ბევრი ვიტამინის ნაკლებობა, B12-ის ნაკლებობა. ჰემოგლობინის ვარდნა, რკინის ნაკლებობა, აი ესე ვიტყოდ, სისხლში იწვევს აი ამ წნევის სწრაფ ვარდნას. და ხდება ხოლმე ხშირად ბევრჯერ მინახია სამწუხაროდ იმაში მეტროში დავარდნილა ახალგაზრდა გოგო წნევა დავარდა მაღაზიაში მე ბევრჯერ მინახია ეგა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეგ მორჩეს, რომ თუ ეგ მიზეზები, აი რაც მე ხა ჩამოვაყალიბე, რაც ახლა თქვი, ხო? აი მე მიზეზების გამო. პირველ რიგში ჭამა უნდა დასტაბილურდეს. ჰემოგლობინი უნდა შეამოწმოთ, ანალიზები უნდა ჩააბაროთ. ეგ ყველაფერი თუ გასწორდება, ჭამა იქნება სტაბილური, კალორიების მიღება იქნება, ზომიერი, როგორც საჭიროა, ხო? ყველა ვიტამინს მიიღებს ორგანიზმი. ის ჰემოგლობინიც იქნება აწეული. თუ ისევ და ისევ ჩვენ დავარღვევთ კვების რაციონს, მე ეხლა ამას ვეუბნები იმ ახალგაზრდებს, ვინც არ ჭამს. აი ამათვის არის ზუსტად ეს ვიდეო. ხდება კიდე ძალიან ხშირად B12-ის ვიტამინის ნაკლებობის, B12 როცა ორგანიზმში აკლია, ხდება ხოლმე ზუსტად ეგ სისუსტე და წნევის ვარდნა. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ მაგისთვის, რომ აიციოს, აი თქვა რა უნდა ვქნათ? აი ოჯახში არის ეგეთი ადამიანი, ვისაც ეს ხშირად უვარდება. ოჯახში რა წამალი უნდა იყოს? კოფეინი თავისთავად, ტაბლეტები, მაგრამ აი პატარა იმას დავაკეთებ. რაც შეიძლება ყავას. ზოგი იძახის, რომ აი 4 დღეში ვსვავ ყავას, არის რა ეგეთი ხალხი და მაინც მივარდება. ზუსტად ეგ არის, როცა ორგანიზმი მიჩვეულია აი ამ ყავის მიღებას დილით და მარტო ყავაზე არიან და არ ჭამენ და სიგარეტს ეწევიან, აი ამ წნევის ვარდნის დროს თქვენ რომ ყავა მიაწოდოთ იმას, ის ყავა არ უშველის. მაგრამ
კოფეინი არის დოზები, კოფეინის დოზები, ხო? აი რა 4-5 აბი თუ მივცეთ, ხო, ეგ შეიძლება აწიოს, მაგრამ მოდით ცოტა სწორი მიმართულება მივიცეთ ჩემ ლაპარაკს და ვილაპარაკო იმაზე, როგორ ავწიოთ სწორად, აი რომ უცებ დაუვარდაწნევა რა ვქნათ. ყველამ ალბათ ძალიან კარგად იცის, რომ მარილი წნევას წევს ზემოთ, იმიტომ რომ კარდიოლოგთან როცა მიდიხართ ხოლმე, ხდება ხოლმე რომ წუწუნებენ პაციენტები, აი დამიწერა ის მკურნალობა, ის არ ვჭამო, მარილი არ დავაყარო, მაშინ ნუ აბა რა ვქნა, ხო ის თუ მარილი, აკრას ზუსტად მარილი მარილს იმიტომ იღებენ ზუსტად, რომ მარილი იმ წნევას წევს ზემოთ. მაგრამ აი დღევანდელ ჩვენ შემთხვევაში, როცა ჩვენ აწევა გვინდა წნევის, ზუსტად მარილი იმაშვება წევს, ხო? წნევას ვაკეთებ. ვიღებთ ერთ ჩაის ჭიქას, ერთი დიდი ესეთი ჩაის კოზი მარილს გავუშვებთ, მოურევთ თბილ წყალში და მივაწოდებთ თუ დალიოს. კი არასასიამოვნოა მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ უნდა დალიოს. დალიოს და შედეგიც არის წნევა, ჯერეთი წნევა ჩერდება ერთ ადგილას, მარილი აჩერებს და ნატრიუმი ზუსტად და ნელ-ნელა ხდება ამ წნევის აწევა. კი ბატონო, პირველი მარილი. ეხლა რაც შეეხება თუ რა მედიკამენტები უნდა გქონდეს. ნუ კოფეინი ხო, ვთქვათ, კოფეინი გვაქვს. დექსამეტაზონი. დექსამეტაზონი არის ჰორმონი, მაგრამ ეხლა მაგაზე მე არ ვილაპარაკებ, დექსამეტაზონი ისთვის არის და ასე შემდეგ. ერთი რაღაცა უნდა იცოდეთ. დექსამეტაზონი სწრაფად წევს წნევას ზემოთ. ხდება ხოლმე სასწრაფოს რო იძახებენ და დაბალი წნევა სასტრაფოს ექიმი ჯახს, მოდი დექსამეტაზონი გავუკეთოთ ვენაში. აკეთებს დექსამეტაზონს ვენაში და მომენტალურად წნევა ადის და პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. თქვენ შემთხვევაში თუ სახში ვიღაცას დაემართა და ხშირად აწუხებს ეს ვარდნა, დექსამეტაზონი უნდა ვენაში კი არ გააკეთოთ, კუნჩი უნდა გააკეთოთ. ვენაში არასოდეს ნემსი არ გააკეთოთ, თუ მაგის გაკეთება არ იცით. მარტო კუნჩი. კუნჩი გაუკეთეთ პაციენტს დექსამეტაზონი, თუ თქვა წნევა არისო და იქ 80 50-ზე ან 90 მოდიში 60-ზე, ნუ იკარგება ხო ყველაფერი უკვე всё აი კაროჩე ითიშება, ნუ რას იზავ. ეგრევე კუნჩი დექსამეტაზონი და თბილი ბოთლი ან თუ გაქვთ გრელკა, მივადოთ რომ მალევე გაიწოვოს. მეორე პრეპარატი, რომელიც მე ძალიან მომწონს. აი ბებია ჩემს ვაძლევ ხოლმე ხშირად მაგას, ეგ არის ციტრამონი. ციტრამონი არის ძალიან მაგარი პრეპარატი, მანდ არის კოფეინი, მანდ არის პარაცეტამოლი. როგორ ვაძლევ ხოლმე მე, აი ზოგადად როგორ ვატყობ ხოლმე, რომ ჯერ ერთი წნევა თქვა შეიძლება დავარდეს წნევის გაზომვის დროს, აი პატარა გადახოვას გავაკეთებ, მაგრამ საჭიროა გადახოვა. აი უყურეთ, თქვა თქვენი რომელიმე ოჯახის წევრი მოძრაობს. რაღაც საკეთებს და უცებ, ნუ შეუძლოდ გახდა, იძახის ან მაღალი წნევა მაქვს, ან დაბალი. რას ვაკეთებ? თუ როცა დაждდება და დაждდება უნდა წნევას რომ გაზომავთ, ეგრევე ზუსტს ვერ მივიღებ, წინა ვიდეოში ვილაპარაკე, მაგრამ ეხლა რატო ვლაპარაკო მაგას. აი თქვა გავზომეთ და აჩვენა 160 თქვა, ნუ 100-ზე ან 90-ზე თქვა. და თქვენ უცებ რას აკეთებთ, ხო? კაპტოპრილს ენის ქვეშ აძლევთ, ხო? მაგრამ აქ პატარა პაუზა უნდა გააკეთოთ. ეს 160, რომელიც მაგას ახლა აქვს, შეიძლება 5-10 წუთში ჩამოვიდეს 120-მდე. და თქვენ მაგ დროს კაპტოპრილს რომ ისცემთ, ვაფშე დაუგდებთ მაგ წნევას. დაუგდებთ და გახდება შეუძლოდ. იმიტომ რომ 5-10 წუთი დაიცადეთ, იმიტომ ხდება ხოლმე, რომ რატო იყორჩება წინა ვიდეოში, რომ პაუზას ვაძლევთ 5 წუთიანს, მერე ვზომავთ, რომ შეცდომაში არ შევიდეთ. და ღმერთმა არ ქნა ზუსტად აი ეს მომენტი იყოს, რომ სამწუხაროდ არ დაუვარდეს თვითონ, აი ხდება რა, მოძრაობ რაღაცა შეაწუხა, ან გადაიღალა, ან ინერვიულა აიწია, დაждდება 5 წუთი დაждდება და მე ჯდება თავის ადგილას, ვარდება და მე კაპტოპრილს აძლევთ, აგდებთ და შეიძლება გაიგონოთ იყოს და შეგეშინდებათ და ასე შემდეგ და პრობლემები იქნება. ვინც არ არის მაგისთვის მზად, დიდ სტრესს გადაიტანს, ესე ვთქვათ. ეს არის სწორი გაზომვა. თუ თქვათ ვიძახი, ნუ ზუსტად მაგას ციტრამოს დაუბრუნდებით. თუ თქვათ ვაძლევთ, გავზომეთ და იცით რომ მაგისი ნორმალური წნევაა, ნუ ბებო ან ბაბუა არის, ხო?
ჩვენი საყვარელი ადამიანი მაგაზე რა ნიშნულობა აქვს ვაძლევთ ესე გზომავთ და იცით რომ მაგის იწნევა არის თქვა 130 140 თქვა ესე რა და აქ 100 რომ გაზომავთ უკვე დაждდება დაისვენებს შეგიძლიათ მისეთ 2 აბი ციტრამონი. ციტრამონი გაკრას ტონსაც იმასაც აუწევს, რასაც ანუ ცოტა კარგად იქნება, ანუ კოფეინი თავის საქმეს გააკეთებს. 2 აბი ციტრამონი საჭიროა, რომ 1 ნახევარ საათში გაზომოთ და 2 თქვა იმით ციფრით აიწიოს. ხო თუ თქვა აქ 100 130-მდე ციტრამონს შეუულია რომ აწიოს ნევა. იმიტომ მიყვარს ციტრამონი, რომ ძალიან კარგად მუშაობს, აი მაგ ნევის დაბალი წნევის დროს. ეხლა რაც შეეხება რა პოზაში უნდა დავაწვინოთ ადამიანი, ხო, რომ თქვა, მოხდა ქუჩაში ან შეიძლება სახლშიც, ხო? უნდა დააწვინოთ ლოგინზე და ფეხები უნდა დადოს კედელზე. რომ სისხლი ჩამოვიდეს თავისკენ. მაგან იწევს და წნევის აწევას. ეს იყო ჩემი რჩევები თქვენთვის. შემოკარგებულ გახდით ჩემი გამომწერები არ ვიცი როგორ არის ქართულად პატპისვეტის ანუ დააჭირეთ იმ კალაკულჩიკს და გახდით ჩემი გამომწერები მადლობთ ყურადღებისთვის წარმატებას გისურვებთ და ბედნიერებას თავარი ჯანმრთელობას კარგად იყავით